გამარჯობა. დღეს მინდა ესეთი კითხვა დავუსვა ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს, რომლებიც თერაპიულ საქმიანობაში არიან ჩართულები, რომლებიც სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპიულ მომსახურებას ეკუთვნიან ადამიანებს და მაქვს მათთან ესეთი შეკითხვა. ვინაიდან დღეს საზოგადოებაში ძალიან დაბალია ცნობადობა ისეთი საკითხის მიმართ, როგორც არის სიზმარი. ანუ ძირითადად ადამიანებს ეუბნებიან, რომ ეს უმნიშვნელო მოვლენაა, ეს არის არანაირი მნიშვნელოვანი მომენტი აღარ გააჩნია ადამიანის ცხოვრებაში და მე მაინტერესებს მაშინ, როდესაც ფსიქოთერაპიული კურსი და ფსიქოთერაპია ნიშნავს ანუ თლიანობის აღდგენას, ჩემი აზრით, ყველა იმ მოდალობის გაუქმებას, რომელიც ამა თუ იმ სიმპტომს თუ აწარმოებს, მაინტერესებს როგორ ახერხებთ ამ თლიანობის დაცვას, ამ თლიანობის აღდგენას კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სიზმარი ფაქტობრივად ადამიანის დღე-ღამის სულ მცირე მესამედს წარმოადგენს, ხო? ანუ ძილი იკავებს ღამე და ძილი იკავებს სულ 6-8 საათს, ხო? შეიძლება 10-12 საათსაც კი. ანუ დღე-ღამის 24 საათის ფაქტიურად ნახევარსკვლავარ მესამედს მაინც წარმოადგენს და ამ მესამედის უგულებელყოფი მდგომარეობაში როგორ ახერხებთ თერაპიული მთლიანობის აღდგენას თუ დაცვას ადამიანის კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში. საერთოდ არ განიხილავთ ამ საკითხს, ატყუებთ ადამიანებს და ეუბნებით, რომ ეგ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ მაინც კონკრეტულ მიღებაზე, კონკრეტულ კლიენტთან, კონკრეტულ ადამიანთან, მაინც განიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ საჯაროდ ამის პოპულარიზაციას, ამ საკითხის პოპულარიზაციას არ ეწევ. ანუ მაინტერესებს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ფაქტიურად უგულებელყოფილია მაჩვენებს ფსიქოთერაპევტების მხრიდან სიზმრის მნიშვნელობა და ეს საკითხი როგორ ახერხებთ სიზმრის გარეშე და იმ 8 საათის, ანუ დღე-ღამის მესამედის უგულებელყოფის შემთხვევაში როგორ ახერხებთ თლიანობის აღდგენას ადამიანში. და კიდევ მინდა დავუმატო ამ საკითხს, რომ ჩემი აზრით საერთოდ ფსიქოთერაპიის დანიშნულება არის ის, რომ ადამიანს თვითონ შეეძლო საბოლოო ჯამში იქ ფსიქოთერაპია. ანუ ფსიქოთერაპევტის დანიშნულება ადამიანს თვით ფსიქოთერაპია ასწავლოს. და არა ახალოს მას მიჯაჭვული და ყოველ წუთას აკითხავდეს და ასე შემდეგ. ანუ ფსიქოთერაპევტებო და ფსიქოლოგებო მოგმართავ და მე თავაზობ ესეთ რამეს, რომ ასწავლოთ ადამიანებს თვით ფსიქოთერაპია და ამით თქვენთან მომარხვიანობა გაცილებით მეტი გახდება და გაიზრდება. ჩემი რჩევა ესეთი იქნება. თქვენს თავაზობ დააკომენტაროთ თქვენი აზრი, გამოხატოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ფსიქოლოგები და თერაპევტები, ასევე ჩვეულებრივ ადამიანებს დააკომენტაროთ, გამოხატეთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი. ჩემი აზრით, სიზმარი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, სულ მცირე იმიტომ, რომ ადამიანმა ის დღე-ღამის ის მონაკვეთი იცოდეს, კარგად და შესწავლილი ჰქონდეს, რა მონაკვეთშიც ეს პროცესი ხორციელდება და ვიმეორებ, ეს სულ მცირე არის 8 საათი იმ 24 საათიდან, ანუ მესამედი ჩვენი ცხოვრების.